აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში იმედგაცრუებულნი არიან დონალდ ტრამპის პოლიტიკით და განიხილავენ თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების შემცირების ვარიანტს. Washington Post-ი არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაგრძნობით იუცებ საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ქუვეითისა და ბაჰრეინის მთავრობები უკმაყოფილონი არიან ტრამპით. მისი უუნარობის გამო დაასრულოს ომი ირანთან. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში უკვე განიხილავენ, რამდენად მიზანშეწონილია ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების გაგრძელება საკუთარ ტერიტორიაზე. ამბობენ, რომ ამ ბაზების განთავსების გამო ირანის მხრიდან დარტყმებს იღებენ, ხოლო ტრამპი ვერაფრით ასრულებს ამ ომს. ერთ-ერთმა არაბმა ჩინოვნიკმა ეს ძალიან მკაცრად ჩამოაყალიბა. ციტატა: ტრამპმა დაიწყო ეს ომი, ხოლო ჩვენ ვიხდით მის ფასს. და ეს გაღიზიანება ემატება კიდევ ორ ფაქტორს. პირველი, ტრამპის ომმა კრიტიკულად შეამცირა საერო თავდაცვის რაკეტების მსოფლიო მარაგები. და მეორე, ტრამპის მიზნების სია ამ ომში ნახევარი წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა იმ იმედამდე, რომ როგორმე მაინც გაეხსნას ჰორმუზის სრუტე და სტაბილური გახდეს ნავთობის ფასები. ამ ომის ყველა დანარჩენი მიზანი, რომლების დასახელდა დასაცმისში, გადაიწია მეორე, მესამე ან თუნდაც მეხუთე პლანზე. და ყველაფერი, რაც მოკავშირეებს აწუხებდათ, ბირთვული პროგრამა, ირანის პროქსი ძალები, რაკეტები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კვლავ მოუგვარებელი დარჩა. და ეხლა მოკავშირეები სპარსეთის ყურეში სვამენ კითხვას: საჭიროა თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების შენარჩუნება? თუ ჯობია, როგორც ამბობენ, მოვიშოროთ ისინი და დავრჩეთ ამ კონფლიქტისგან განზე. მოკლედ, მოდით განვიხილოთ ეს თემა, გაგიზიარეთ რამდენიმე ინსაიტს და სრულად ჩაუღრმავდებით მას. მე ვარ ალექსეი პეჩი, სანამ დავიწყებთ გთხოვთ, გამოიწეროთ არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს. ამიტომ მადლობელი ვიქრებით თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით დავიწყოთ ამ დღის ყველაზე ხმაურიანი სიახლით. Washington Post-ის ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას დონალდ ტრამპის პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. უკმაყოფილება მაქსიმალურ დონეს მიაღწია, მას შემდეგ რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანს 28 თებერვალს შეუტიეს. ბოლო კვირებში ტრამპი არაერთხელ ემუქრებოდა ირანს რაღაცა სუპერ გამანადგურებელი დარტყმებით, მაგრამ შემდეგ თავის სიტყვებს უკან მიუთითებდა პროგნოზზე. მოლაპარაკებებში პროგრესი, რომლებიც საბოლოოდ აბსოლუტურად არაფრით სრულდებოდა. ამასთან სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ განიცდიან რეალურ თავდასხმებს. პირველ რიგში საუდის არაბეთი, რომელიც დარტყმებს იღებს არა მხოლოდ თავად ირანისგან, არამედ მის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტებისა და ერაყული მილიციისგანაც. შემდეგ შეგახსენებთ, რომ ჰუსიტები ცდილობენ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვას. და მას შემდეგ, რაც ირანმა ომის პირველ დღეებში არმურის სრუტე დაბლოკა, საუდის არაბეთი ძლიერ დამოკიდებული გახდა სწორედ წითელ ზღვაში მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტებზე. ანუ ის ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მიმართულებიდან აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. მნიშვნელოვანია, როგორ იცვლებოდა თავად მოკავშირეების პოზიცია. გამოცემის წყაროების თქმით, ომანი თავიდანვე ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. ხოლო საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბეთის საამიროები და ბაჰრეინი დროდადრო ამ პოზიციას ცვლიდნენ და ზოგჯერ ომს მხარს უჭერდნენ. დასავლელმა დიპლომატმა ომის საწყისი პერიოდის ლოგიკა ასე ახსნა. ერიადში და აბუ-დაბიში ფიქრობდნენ, რომ სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვება მათთვის საკმაოდ მონგებიანი იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ირანსა და აშშ-ს შორის პირველი მოლაპარაკებების რაუნდის წინ, აპრილში. რადგან მაშინ უკვე აშკარა გახდა, რომ ირანის რეჟიმი არამხოლოდ არ დაეცემოდა, არამედ არმურის სრუტესაც არ გახსნის. და ეხლა ეს იმედგაცრუება კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგად იქცევა. აპრილის შემდეგ ზოგმა ქვეყანამ ალტერნატიული სამხედრო თანამშრომლობის ვარიანტების შერენდების შესწავლა დაიწყო. შედეგად გაფორმდა ურთიერთდაცვის შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას ხელი მოაწერეს საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა. სწორედ იმ პაქტს, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ ამ YouTube არხზე. ევროპის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ამ შეთანხმებას აშშ-ისთვის პირდაპირი სიგნალი უწოდა. თითქოს 3 გავლენიანი სუნიტური სახელმწიფო ცდილობს სამხედრო სფეროში პარტნიორობების დივერსიფიცირებას. ჩინოვნიკი, რომელიც რეგულარულად კონტაქტობს სპარსეთის ყურის ქვეყნების ხელმძღვანელებთან. განაცხადა, რომ მათი წარმოდგენით შეერთებული შტატები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკვე აღარ არის საკმარისი. ამიტომ საჭიროა ალტერნატივების ძიება. და შეგახსენებთ, რომ ამასთანავე აშშ 10 წლეულების განმავლობაში ითვლებოდა რეგიონის უსაფრთხოების გარანტად.
ამასთან დასავლურნო დიპლომატმა რეგიონში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი დააზუსტა. არ ღირს გადაჭარბება განხეთქილების მასშტაბების. ანუ იცით, მნიშვნელოვანია უკიდურესობებში არ გადავიდეთ. ეს ცვლილებები არ ნიშნავს არაბული სახელმწიფოების დამოკიდებულების ფუნდამენტურ გადახედვას ვაშინგტონის მიმართ მთლიანობაში. ჯერ კიდევ ირანთან ომამდე, ამ დასავლელი დიპლომატის თქმით, რეგიონში ამერიკული ძალები განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ იწვევდა. აშშ-ს ყოფნა უფრო აუცილებელ ბოროტებად აღიქმებოდა. ეხლა რატო შეიძლება ვაშინგტონზე ფიზიკურად დაკრდნობა შეიძლება აღარ იყოს შესაძლებელი და სიტუაციის გამოსწორებაც თუნდაც ძალიან მოუნდეს, რთული იქნება. The Telegraph-ის მონაცემებით, აშშ 10 წლეულების განმავლობაში ლიდერობდა საერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მათი მარაგებიც კი ამოწურვას იწვევს. ამერიკული პეტრიოტი და CAAD ეფექტური აღმოჩნდა ირანული ბალისტიკის წინააღმდეგ. მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი საბრძოლო მარაგი რამდენიმე თვეში ამოიწურა. კონკრეტული ციფრები. ამ ომის დროს The Telegraph-ის მონაცემებით, აშშ-ს პეტრიოტის დაგროვილი რაკეტების დაახლოებით 2/3 და CAAD-ის ყველა რაკეტის 40% დახარჯა. ამჟამად ვაშინგტონი აღნიშნავს ყოველწლიურად დაახლოებით პეტრიოტისთვის 650 გადამჯერ რაკეტას და სულ რაღაც 86 CAAD-ის რაკეტას აწარმოებს. და აი მთავარი დეტალი სწორედ მოკავშირეებისთვის. ამჟამად მსოფლიოში 19 ქვეყანა იყენებს პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და თითქმის ყველა მათგანი აშშ-შთან მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ნებისმიერი დეფიციტი შტატებში ფაქტობრივად გლობალურ დეფიციტად იქცევა. იაპონიას უკვე აქვს ლიცენზია პეტრიოტის რაკეტების წარმოებაზე. გერმანია როგორც იცით აშენებს ქარხანას, მაგრამ მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაბალია ვაშინგტონთან შედარებით. ამავდროულად რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ზრდიან ბალისტიკური რაკეტების წარმოებას. ჩინეთს ოფიციალური მონაცემებით უკვე აქვს 3000 ბალისტიკური რაკეტა მარაგში, ხოლო რუსეთი თვეში დაახლოებით 100-დან 120 აწარმოებს. ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად საშუალოდ საჭიროა 2 გადამჭერი რაკეტა. ანუ დეფიციტის მათემატიკა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩამომგდები რაკეტების ნაკლებობამ უკვე პირდაპირ დაარტყა სპარსეთის ყურის ქვეყნებს. სწორედ იმ მოკავშირეებს, რომელთა იმედგაცრუებაზე წერს Washington Post. გამოცემის ინფორმაციით ისინი ძალიან მასშტაბურ შეკვეთებს აკეთებენ თავიანთი საერო თავდაცვის მარაგების შესავსებად. ანუ ვაშინგტონი არა მხოლოდ პოლიტიკურად კარგავს მოკავშირეების ნდობას. ის ფიზიკურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ იმ იარაღით, რომელიც ამერიკულ სამხედრო ყოფნას მათ თვალში უფრო ფასეულს გახდინებს. და მესამე, დასკვნითი შტრიხი ამ ისტორიაში. ეს არის ის, თუ როგორ შემცივდა თავად დონალდ ტრამპის მიზნები ამ ომის განმავლობაში. გახსენეთ, თავდაპირველად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურ მიზნებს ისახავდა. ეს იყო ირანის სრული კაპიტულაცია და ირანის რეჟიმის შეცვლა. ეს არის გარანტია იმისა, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს. ეს არის გარანტია იმისა, რომ სარაკეტო პროგრამა და უპილოტო აპარატების პროგრამა მინიმუმ შეწყდება. და რაც მთავარია, უნდა მოხდეს თეირანის მხრიდან რეგიონში ყველა პროქსი ძალის მხარდაჭერის შეწყვეტა. მაგალითად, ჰეზბოლას ან იემენის ჰუსიტების. ასეთი ამბიციური მიზნები იყო. მაგრამ Fox News-თან 4 აგვისტოს ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა კითხვაზე, რით შეიძლება დასრულდეს ომი, უკვე მხოლოდ 2 მიზანს ასახელებს. ის ამბობს, რომ ჩვენ 2 ძირითადი მიზანი გვაქვს და ამ მიზნებს ასეთი დამახასიათებელი თანმიმდევრობით ასახელებს. შემდეგ ვციტირებ. პირველი მიზანია უზრუნველყოს, რომ ყურის ქვეყნები აგრძელებდნენ ნავთობისა და გაზის მიწოდებას მსოფლიო ეკონომიკისთვის, რათა ენერგიის ფასებზე სტაბილურობა გქონდეს. ეს არის პირველი მიზანი. შეინარჩუნოს ნავთობისა და გაზის იაფი ფასები ამერიკელებისთვის. და მეორე პუნქტად ვენსი ამბობს, რომ უნდა უზრუნველყოთ ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ თვითონ თანმიმდევრობას. ნავთობის ფასების სტაბილურობა ამერიკელებისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ირანის დენუკლეარიზაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურ ნომერ პირველ პრიორიტეტად ითვლებოდა. ანუ სწორედ ის ომი, რომლის გამოც დონალდ ტრამპი თავდაპირველად თეირანის უპირობო კაპიტულაციას ითხოვდა, ნახევარი წლის შემდეგ ოფიციალურად იქცა ამოცანად, არ დაუშვან ბენზინის გაძვირება აშშ-ში. ამასობაში სპარსეთის ყურის მოკავშირეები კვლავ განიცდიან რეალურ დართვებს და რეალურ ეკონომიკურ ზარალს ამ ომის შედეგების გამო. დასვიჟებთ საბოლოოდ. აშშ-ის მოკავშირეები სპარსეთის ყურეში იმედგაცრუებულნი არიან არა აბსტრაქტულად. არა, ისინი პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ გაღიზიანებას დონალდ ტრამპის უუნარობას ომი ბოლომდე მიიყვანოს.
მაშინ როცა სწორედ ისინი იხდიან მის საფასურს. ჰუსიტების თავდასხმებით, არმუზის სრუტის ბლოკირებით, მოწყვლად წითელ ზღვის პორტებზე დამოკიდებულებით და ასე შემდეგ. პასუხად მათ უკვე დაიწყეს სამხედრო ალტერნატივების შექმნა აშეჩიშის ნაცვლად. მაგალითად, საუდის არაბეთთან, თურქეთთან და პაკისტანთან პაქტის მსგავსი შეთანხმება და თავად ვაშინგტონის შესაძლებლობა სამხედრო ძალით შეინარჩუნოს მათი ნდობა ფიზიკურად შეზღუდულია. შეგახსენებთ, რომ პატრიოტის მარაგის 2/3 და 40 ცად უკვე ამ ომში დაიხარჯა. რის გამოც ყველა ეს მოკავშირე დაზარალდა. ამ ფონზე კი თავად დონალდ ტრამპი თავისი ვიცე-პრეზიდენტის მეშვეობით ფაქტობრივად აღიარებს, რომ თავდაპირველი ომის ამბიციური მიზნები გვერდზე გადაიდო, უფრო მოგზალებული ამოცანის სასარგებლოდ. უბრალოდ არ მისცენ ამერიკელებს მეტი ფულის გადახდა ბენზინში. ყველაფერი ამაზე დავიდა. გახსენეთ, ეს პრობლემა ომამდე საერთოდ არ არსებობდა. ეხლა მაინტერესებს, როგორ გამოვა ტრამპი ამ სიტუაციიდან. აქ მრავალ წერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის. ყველას.